კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ერთმანეთთან ჭორაობის მოყვარული წყვილები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ. ხედავ შენ. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მათ 76 წყვილი შეისწავლეს მონაწილეებს ერთმანეთთან ხანგრძლივი ურთიერთობა და თანაცხოვრების სულ მცირე ერთი წელი აკავშირებდათ. 4 დღის მანძილზე თითოეული მათგანი ჩამწერ მოწყობილობას ატარებდა, რომელიც მათი საუბრის აუდიო ფრაგმენტებს იწერდა. ასევე დროდადრო მოხალისეები სპეციალურ კითხვებს კითხვარს ავსებდნენ. შედეგებმა მაჩვენა, რომ იმ პარტნიორებს, რომლებიც ესე იგი ერთმანეთთან ხშირად საუბრობდნენ, ბედნიერების მაღალი დონე და ურთიერთობის უკეთესი ხარისხი აღენიშნებოდა. სულ არ მჭირდება შეთა რამე აპარატურის დამაგრება, ჩემოთინათინ. და არც ჭორაობა, თვითონ ეს სიტყვა არ მომეწონა ჭორაობა რა, რატო არ შეიძლება მეგობარს რო ესაუბრებ, თან დღეს მეგობრებს გვაქვს ამ თემასთან მიმართებაში. ეს იყო წყვილებზე მაინც, რომ სახში რომ მიდიხარ და რო ჭუკჭუკები, ხო იცი ეგ არის. მე მეწყვილებზე ჭუკჭუკები შენს მეუღლეს, ამიტომ თქვენ ბედნიერი ხანგრძლივი თანაცხოვრება გელოდებათ. მეც მეჭუკჭუკები ხომ მეც. ხანდახან არის ხოლმე დეფიციტი და იმ დღეს მაგალითად ესე საღამოს გავიპარეთ მედანოცა სახლით. საჭუკჭუკოთ, იმიტომ რომ სახლში ისე ვერ მოვახერხებდით ამას. ოჩა, აი, გადაწყვეტილებები და ქმედებები. მანქანაც გავრეცხეთ ესა და თან აი ერთმანეთს მიუძღვანით საღამო, ეს თავისით გამოვიდა, მაგრამ მივხვდით რომ ეს ძალიან დაგვაკლდა. ძალიან კარგი რამ გიქნიათ. ოჩა,